თუ თქვენი ბოცვერი უარს ამბობს საკვებზე, ჭამს მხოლოდ რბილს, ნერწყვი გადმოსდის, ან წონას კარგავს, ეს შეიძლება კბილების ტკივილის ნიშანი იყოს. ზოგჯერ ყბასთან შეშუპება ან თვალების გამონადენის ჩნდება. ასე დროს აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს. სპეციალისტი შეამოწმებს როგორც წინა, ასევე უკანა მოლარებს და საჭიროების შემთხვევაში გაასწორებს ან მოკვეთს კბილებს. გახსოვდეთ, ეს პროცედურა მხოლოდ ვეტერინარმა უნდა ჩაატაროს. პრევენციისთვის სწორად კვება არის აუცილებელი. თუ თქვენი ბოცვერი საერთოდ ვერ ჭამს, საჭიროა ხელით გამოკვება სპეციალური ნაზავით. თივა უნდა შეადგენდეს რაციონის 70-80%-ს. ახალი ბალახი და მწვანილი უნდა იყოს კვების 15-20%. ძალიან კარგია ოხრახუში, კამა, რეჰანი. ბოსტნეული კი 5-10%. განსაკუთრებულად სასარგებლოა სტაფილოს ფოთლები და ბროკოლი. ხილი კვირაში 2-3 ჯერ მიართვით. არასდროს აჭამოთ კურდღელს კარტოფილი, ხახვი, ნიორი, პური, ბრინჯი, მაკარონი, თხილი, შოკოლადი, კოფეინი, რძის პროდუქტები, ავოკადო. ღეჭვისთვის შემიძლიათ მისცეთ უსაფრთხო ხის ტოტები, როგორიცაა ვაშლი, ფსხალი, თუთა. და რა თქმა უნდა, ყოველთვის სუფთა წყალი ღია ჯამში.